Alstilavish-vidovisa. Aba როგორ ხართ? Როგორ ბრძანდებით? მოდი დავდგათ. ყავა. ესე იგი ხალხო. ხალხნო და ჯამაათენო. მგონი მეც გავცივდი. აი ესე მტკივას ასტიკალას. და ახლა მტკივა. აი ძალიან ყურებსაც გრძნობ. ჩემს ყურებს გრძნობ. ეს კიდე იმას ნიშნავს, რომ მეც გავცივდი, რასაც მიგეცენ ახაც ჩვენი სამაგრე. დავდიო ყავა. მე გარეთ მინდა წასვლა და არ ვიცი წავალ ნახოთ. მინდა დილას ყავა დავლიო და წიგნი წავიკითხო. ეხლა ნახავ. ის თარგმანი არის სოფეთინდა. აბა ნახოთ ის თარგმანი. ნათია ჩუბინიძე. ნათია ჩუბინიძის თარგმანია. ეს ვიდეოში საღამოს ხალხო. მე რა თქმა უნდა ერთი არ მიჭამე, ერთი ხალის არ მიყვარს ფეისბუქი და na Dilashvidovisa aba როგორ ხართ? აკაურობას არ მიაქციოთ ყურა, треба ნახეთ ეს როგორ ჩამოხდებული. არ მოიშალოთ ნერვი, იმიტომ რომ მე არ ვიშლი და თქვენ რატომ უნდა მოიშალოთ? ნახეთ ჭიქა, დასარეცხი. ჭიქა, დასარეცხი, აყრილი, მიყრილი, მოყრილი, მაგრამ ასეთი მოხდება მე დილას აკაურობა. როგორც კიდე დატოვე, გადაულიცებით ამონსისა. როგორც კიდე დატოვე, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ასეთი ხდება. იმიტომ რომ ბავშვები იძინებენ გვიან, ჭამენ, სვავენ, ტრალი, ვალი და ხამაგას მე ვერ დავუხშნი ბავშვებს. იმის გამო რომ აკაურობა ისე დამხვდეს როგორც მე მინდა. ამიტომ შვიდად ვარ. ახლა შევჭამდა რომ ამისუნთქებდა რომ დავისვენებ კი რა და აი განვეწყობი დღევანდელი დღეისთვის მე აკაურობას დაგაგდება საწავა ესეც ისად გაიქცევა ერთი შეიძლება ჩვენ აღარ ვიყოთ თორე აი ეს ხეხვარი სხვა სულ იქნება საჭირო ანჯერც თუ კი უნდა მიჯერებთ მაგრამ მაგალითებზე შეიძლება შეხელოთ ხალხი კვდება და ეს არ ხაურდება ეს ხოდა ასე კაია აი სულ ალა ისეთი გემრიელი როგორც დილას თქვენ შევიკრობთ ჩვენთვისაც აი პირველი დღის განმავლობაში დილა შეიძლება აღარ არის უკვე ნახოთ რომ ეს მაგრამ დღის განმავლობაში პირველი ყავას გულისხმობ 12 საათია 20 ესე აი sorry გუში მინდოდა მეყიდა ის ფიტნეს საათი თუ სამაჯური ბენდი თუ რაც არის ხო და გადავწყვიტე რომ ამ იდეასთან გამეტარებინა ღამე როგორც სიტყვია და დავიწყვნებულიყავი ნამდვილად მინდა თუ ანუ ნამდვილად მინდა ფიტნეს საათი თუ მინდა რომ უბრალოდ რამე ვიყიდო რაც ტექნიკა მიყვარს და ყიდვაც მიყვარს ხო და ამიტომ წავედი გუშინ და საღამოს უკვე ვიცოდი რომ მინდა ფიტნეს საათი, ანუ ისიც მინდა რომ ვიყიდო, მაგრამ მინდა რომ მეკეთოს, მინდა რომ ზომავდეს ჩემს ნაბიჯებს და ნუ iPhone-ის ერთადერთი მინუსი ასე ვთქვათ, რომ ყოველდღე ასაკი და ის კიდე
21 დღე შემიძლია ვატარო. 21 დღე. შესაბამისად ასეთი ამბავი ალბათ დღეს ვიყიდი თუ სულად არ ვიგზენი თავი რა ვიცი ჯერჯერობით არც ხვირიდან არ ჩამომდის არც არაფერი უბრალოდ აი ეს მტკივა ეს ხაზი და უკან აი ეს თავი მიფიქრე ალბათ სულად ვიწექი მეთქი მაგრამ და იყურებს კი არ მტკივა ვგრძნობ აი შიგნით ფსკერს ყურისას არ ვიცი როგორ თქვა ვგრძნობ ხოჩერ ეს არის ძლიერი მოდი ვიცეკვოთ ტანგო მოდი ვიცეკვოთ ერთან აგერ მოდი მომკიდე ხელი თუ მომხვიე თუ როგორ იყო ხოდა მოკლედ ასე მოდი მონახოთ კომენტარებში რა ხდება აიმე სანამ ეხაშევა ინტერნეტი არის ჭერს ინტერნეტი რატომ შეერთებული ხო ხარ შევიდა ეს გიჟი დაბლოკე ისიც გითხარი ვინა მგონი დრო გამოაშკარავო ესე იგი ის გამოჩნდა ეტყობა ისე ჰეითერებია რა ვახსენეთ სად არის აბა არ ვკითხულობ რა უწერია მაგრამ კომენტარს ვკითხულობ რომელიც დაუწერეს ჩემი რჩევა იქნება თქვენს მიმართ სასწრაფოდ ექიმთანო აი ეგრეა სასწრაფოდ ჭირდება ექიმი ალბათ არის ეს ადამიანი ძალიან კაი, აბა, всё, სარეველა მოვაშორეთ, ახლა დავიწყოთ კომენტარების კითხვა. თეკიბეკი, ანუ ახლა ვკითხულობ საერთოდ მე, ანუ პირველი 2-3 სიტყვა უკვე ვიცი ქვინ არის. ბლოკავ პირდაპირ. არ უშვებ ჩემთან, ანუ რაც მინდა რომ ეს ნეგატივი უბრალოდ წავიკითხო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ავადმყოფი ადამიანის ბოდვა და შესაბამისად რაც მინდა მე რომ ავადმყოფი ადამიანის ბოდვას თუნდაც შემიცხოვეს ერთი წამი დავუთმო. მას შეუძლია მე მომიწურას მთელი თავის ცხოვრება და მილიონი აკაუნტები აკეთოს, მაგრამ მე არ მსურს ეგ, ამიტომ ეგრევე ბლოკავ, არაფერს არ ნიშნავს, არაფერს ანუ არის სრულიად ნული არაობა, უბედური ავადმყოფი ადამიანი. აჰა თეკი ბეკი ხო ამან დაწერა დავლოკეთ ვიფასო მადლობა რომ მითხარი მადლობა რომ მეუბნებით ხოლმე იმიტომ რომ შეიძლება მე საერთოდ ვერ ვნახო შეიძლება მე кайხანი ვერ ვნახო და აი რატომ უნდა ეყაროს მაგალითად აი ნახეთ როგორ რაღაცა მე მაქვს ულამაზესი ჩემი ბაღი ხო რომელსაც უვლი რომელსაც ვწყალ აქ უძვირფასესი ჯიშის ვარდები ეს არის ჩემი სულის გამონაჟური თქვენი სულის გამონაჟური და აი ვიღაცა მოვა და წყნერს დაყრის და შეიძლება მე ეს უცებ ვერ შევამჩნიო იმიტომ რომ დიდია ჩემი ბაღი ხო და თქვენ რომ მეუბნებით რომ ნინი აი ეს არის მოსახვეტი მოდი და მოხვეტე ეს ძალიან მეხმარება იმაში რომ ანუ იგივე თქვენ რომ ჩამოივლით ან სხვა სულმა არ შეაწუხოს всё მეტი არაფერი თორე მე რომ ამის დამალვა მდომებოდა რომ იმე ვიღაცა რა სისულელეს და რანა გავსწერს ხო დავაყენებდი ფილტრს დავმალავდი რა რატომ უნდა დავმალო მე ის რაც მე არ მეხება სხვისი ავადმყოფური აზრები ეს ეხება იმ ადამიანს ვისაც აქვს ხო საბამისად შიშზე კიდე ვისაუბრე რომ მე მეშინია მარტო ჩემი თავის გაფუჭების მეტი არაფრის და არავის არ მეშინია იმიტომ რომ მე ღმერთის წინაშე მართალი ვარ და ღმერთმა იცის ჩემი სული და ჩემი გული და ჩემი მთელი არსი
და всё და შესაბამისად რისთვის უნდა დავაყენო რამე რისთვის უნდა დავმალო ხო ლელა სუპერ გოგო ხარ შეუდარებელი შენ ხელებს ვერ ნაცვალე სულ რომ არ ასვენებს და სულ რაღაც საკეთებს მაგლამაზი ხელებით ვაიმე ძალიან დიდი მადლობა როგორი სიტკბო ამ კომენტარში რამ ხელა სიყვარულია ღმერთო ჩემო აი ერთი ასეთი ადამიანი 100,000 უდრის ბინძურს თუმცა მე დავაკვირდი ბინძური არის ძალიან ცოტა მაგრამ იცით რა არის ბინძურები უფრო ჩანან იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ყავს მაგათი კომენტარები და ამიტომ ჩანან ხოლმე თორე ისე ძალიან ცოტანი არიან ლელა როგორ ძალიან გიხდება ეგზე და ნიფერი ძალიან კარგია რაც შეეხება თმას არ მაქვს სქერით მაგრამ უთოს გარდა ვერაფერს ვერ ვისწორებ მაგრამ ვცდილობ მალმალე არ ვიხმარ რომ აფუჭებს ძალიან ხო ძალიან აფუჭებს აი საშინლად ну აი წინ ხა ჩოლკარა აი ამას მე ხა სულ აპირებ რომ შევიჭრა ხოლმე და შესაბამისად რომ გააფუჭოს ეს არა უბრალოდ დანარჩენი კიდე არც გამისწორებია და ეხლა ესე ვაპირებ ია სქერით არ მაქვს მაგრამ ჩემს მას მხოლოდ უთო ასწორებს ანინი მანანა ნინი ბედნიერებას გისურვებ მადლობა ძირფასო მანანა ევა როგორ ტიკტიკეს საყარელო ლელა ევას ორსულობიდან გიყვებნი და მგონია მთელი ცხოვრება გიცნობ ისე მიგეჩვია მიყვარხარ ნი ევა რა სიცოცხლე ხარ ულამაზესი პრინცესა გაიზარდე დიდი გოგო ბედნიერი დიდი მადლობა ძირფასო დიდი მადლობა შენი სიკეთე და აი ეს კეთილი სურვილები ასმაგად დაგბრუნებოდეს შენს ოჯახში შენ საყვარელ ადამიანებში შენს თავთან რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ციცი ნაყინი უნდა ევას რაკნას ტკბილი და სიყვარული აბა მეც მომინდა ეს რამდენიმე დღის წინ მინდო და რომელი ნაყინი მინდო და იცით საოჯახო ნაყინები როა ძვირიანი რა ქვია არც ვიცი როიალ რაღაცა აწერია მგონი ან ძვირიანი როა შოკოლადით და თხილები როა მოყრილი ან მარწყვით აი რაღაც ფიქრობდი რომ ეგეთი ვიყიდოთ ხო და ევამაც რომ მითხრა ეხა ვიყიდი ბოდიში ციცი მარტარი ხარნი ყველაზე მეტად მეც ერთადერთი ეგ მისწორებს არც მეინ და არც ავარცხელი მაგრამ მგონი ყველაზე მეტად აფუჭებს მას კი ეგრეა ესე იგი როცა ვამთქნარებ ყოველთვის ცრემლი მადგება და ესე მახსოვს სკოლაში ძალიან მცხონოდა ხოლმე რომ ეხა იფიქრებ რომ მეთქი რომ ტირი ვარ თქო და ეგ რო არ ეფიქრაც რომ ტიროდი არ ვამთქნარი ეს სულელი ბავშვი არ ვამთქნარი კი რამდენი ხანი შემეძლო ეხას ვიკავებდი მზიანა ოქროს ხელება გოგო ხარ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო მეც მინდა ნაყინი ევიტა ჩემი ძვირფასი თაკო როგორ ხარ საყვარელო ირმა ნაყინი მინდა გეხოტე ლელო ნინი გუშინ ვიყავი მოლში და გავიფიქრე ნინი ვიდეო აქ როგორ გამიხარდებოდა თქო მიყვარხარ ნეტა ნინი ვნახო აქ როგორ გამიხარდებოდა თქო ერთხელ აუცილებლად შევხვდებით ძვირფასო კრისტინა სალამი ძვირფასო ნანა ევა რა ტკბილი ხარ ლელა როგორ მიყვარხარ ჩემო გოგოებო ლელუ ევა ევიტო რა დიდი გოგოა თბილი და საყვარელი დილობიანი ბავშვობა მე ისე გაიზარდა ისე დამძიმდა რა ლოცკაში ძრის გავიყვან რო ავიყვან ხოლმე აღ მოხდება ხოლმე მე როგორც იკას აღ მოხდებოდა ხოლმე მე რო ამიყვანდა ხოლმე 70 კილო ეხლა მე ეგრე აღ მოხდება ხოლმე ევას რო ავიყვან და ფეხები უკვე ჩემს მუხს ქვემოთ აქ რო ამყავს მე მგონი ლელუ მიყვარხარ ნინი ბედნიერი დღე საყვარელო ბედნიერი დღე ყველას ჩემო ძვირფასებო ემერ რაღაც ანი ინწვანსთან დაკავშირებით გითხარი რა ხდება აგრძელებ კალორიებს და კლებას არა ძვირფასო როგორც ხედავ არაფერს არ ვაგრძელებ ანუ კალორიებს არ ვითვლი არ ვცდილობ დაკლებას არანაირად საერთოდ არ მაქვს ახლა არც გეგმაში და არც აზრად ეგ მე მგონი მემჩნევა კიდეც საერთოდ მე როცა კალორიებს ვიჩვლი არ ვმალავ ყოველთვის ვამბობ ან როცა ვიკლებ არ ვმალავ და მე შედეგს კი არ ვამბობ არამედ პირდაპირ პროცესში მე თქვენ გიზიარებთ ყველაფერს ხოლმე გაჩვენებთ ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემგან გაიგო კალორიები რა არის როგორ უნდა დაითვალო კალორიები რომც არ იცოდეს როგორ უნდა ჭამო რამდენი უნდა ჭამო დაახლოებით ხა მე ხოლმე გაჩვენებთ 1200 კალორიის ფარგლებში აი რამდენი რა მოდიოდა ხო ის რომ
ჭამებს შორის შუალედებში არ უნდა ჭამო და ძალიან ბევრი რაღაცა, რასაც მე სულ ტრანსლიებდი, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო, გამოიყენა, შედეგიც აქვს და ძალიან მიხარია მე ეს. და ყოველთვის ვაზიარებ მე ამას პროცესში და ყოველთვის გაჩვენებთ ამას, ისე არ არის რომ ეს გავაკეთო და მე გითხრათ სამი სიტყვა, ეგრე არ არის, ყოველთვის ყველაფერს გაჩვენებთ ხოლმე ჩემს სპორტს, სიას და ყველაფერს. როცა არაფერს არ ვიძახი და არც არ ვამბობ წონაშკლებასთან დაკავშირებით, ესე იგი არც ვიკლებ და არც არაფერი. ესე იგი უკვე აგვისტოს ბოლოდან მქონდა მრთული პერიოდი, დეპრესიული პერიოდი. სადღაც მე მგონი ოქტომბრის ბოლოდან თუ შუადან ოქტომბრის შევწყვეტე კალორიების თვლა. სულ ფიქრობდი რომ გავაგრძელებდი, მაგრამ ვერ გავაგრძელე. მე მქონდა ემოციური კვება, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი. მთელი ოქტომბრიდან მოყოლებული ახალ წლის ჩათვლით და ნუ ეხლა სხვა ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მქონდა ეგ ემოციური კვება. რატო? იმიტომ რომ ჩემს რეალურად ძალიან ცუდად მოქმედებს კალორიების თვლა და საერთოდ შეზღუდვები. და ანუ გადავწყვიტე რომ всё, აღარ ვიქნები, თავს გავანებებ, მომწონს ჩემი თავი, როგორც გამოვიყურები, როგორც ვარ, ვიყავი 54 კილო. და აი ამ ჩემი, რა ვიცი, რამდენ თვიანი ემოციური კვების მერე ახალი წელიწადში მოყვა, ავიწონე და ვიყავი 56 კილო. ძალიან მშვენიერია, მეგონა რომ 60 იქნებოდი და ჩემი აზრით მშვენიერია, იმიტომ რომ მართლა, აი, რა ვიცი, ჩემი აღქმით ძალიან ზედმეტ ვჭამდი, ვჩერდებოდი არანაყროვანების დროს, არამედ ვჭამდი ზედმეტს, ანუ შეიძლება იმ მომენტში ცოტა მეჭამა, მაგრამ კიდევ ვჭამდი და კიდე, იმიტომ რომ როცა ისე ძალიან ცუდად ხარ დეპრესიულად, რომ ფეხზე ვერ ამდგარ ხარ, საერთოდ ფეხებზე კიდე რამდენს იწონი და წონას მოიმატებ თუ არა, უბრალოდ გინდა რომ რაღაცამ ცოტათი მაინც გიშველოს და ეს ცნობილი ფაქტია, რომ საჭმელი ეს კი არა, ზოგადად საჭმელი, საჭმელს როცა ვჭამთ, გამოიყოფა დოფამინი, ანუ იმ მომენტში როცა ვჭამთ, პატარა ანტიდეპრესანტი არის და მე ამით ვცდილობდი ჩემი თავისთვის მეშველა და მე ეს ჩემი თავისთვის არ ამიკრძალავს. არც არასდროს არ ვგრძალავდი და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ემოციური კვება ის იყო, რომ მე ჩემი თავისთვის მეშველა რთულ პერიოდში და ამას მე არ ვებრძოდი. მე ვცდილობდი ეს გამეანალიზებინა და ასე შემეცვალა, მაგრამ მას მე რაც გავიგე ეს რატომ მქონდა ჩემი ADHD-ის გამო და რაც ეს პრობლემა სხვა გზით, რომელთაც საჭიროა მომეხსნა, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე და საერთოდ არ მაწუხებს ეს. სიმართლე გითხრათ, მაგის მერე არ ავწონი ვარ, ახალი წლის მერე საერთოდ არ ავწონი ვარ, ანუ ახალი წლის მერე რო ავიწონე 56 კილო რო ვიყავი, თქვი კიდევაც აღარ მახსოვს რა რიცხვი იყო. იმის მერე საერთოდ აღარ ავწონი ვარ. ვჭამ ჩვეულებრივად, ვჭამ ყველაფერს, ვჭამ როცა მშია დანაყრებამდე და ეხლა როგორც გითხარით, აღარ მაქვს აუცილებლობა იმისი, რომ ვჭამო, როცა არ მშია და ამითი უშუალო ჩემ თავს. კალორიების თვლა არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში თუ არის კვებითი რაღაცა დარღვევები, ხანგრძლივად, ან თუნდაც არა ხანგრძლივად, მისი გამოყენება იწვევს და ზრდის ემოციური კვების რისკებს და იმის რისკს, რომ ეს დაკლებული წონა ადამიანმა სულად აინაზღაუროს. ხო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მიშმშილია, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვჭამდი ყველაფერს, რაც მინდოდა და არ მომიღია არც ერთი პროდუქტი. შესაბამისად, მე ისეთი ძალიან, აი, ნახეთ, ემოციური კვება კი მქონდა, მაგრამ ის მონატრება არ მქონდა, რის ადამიანი დაეტაკება, ხო? თუნდაც რაოდენობის გამო, თუნდაც აი რაღაცას რო ვერ ჭამდა იმის გამო. აი აბსოლუტურად არაფერი, ერთადერთი იყო, რომ მქონდა აი KFC-ზე, შაურმაზე, მაგებს ვცდილობდი არ მეჭამა, იმიტომ რომ ანუ კალორიებში ხა ერთხელ რო შეჭამ ასეც, ფაქტიურად მეტად აღარაფერი გერგება და არ მინდოდა ეგრე და ამიტომ არ ვჭამდი ხოლმე. ანუ შესაბამისად ეგ მომენატრა და თუ შეამჩნიათ თქვენ კალორიების თვლა რო შევწყვიტე, უმეტესად რასაც ვჭამდი, ზუსტად ეგ იყო ხოლმე, ვიღაცამ დამიწერა კი ისა უკვე ვითაშლობაში არ დაბრუნდე, უკვე ვითაშლობაში არ დავბრუნდე კი არა, პირიქით ეს იყო ის, რაც მე მეხმარებოდა. აი ეხა მაგალითად საერთოდ სულ ერთია ჩემთვის შაურმაც, KFC-ს,
ხო ამ ჩემს ისეთ სიხშირით აღარც ვიწერ, აღარც მინდა, ანუ არა ეხა ეს ხო მიდევს, ეს ჩემთვის არაფერია, მაგრამ ადამიანს რომელიც ტკბილს იკრძალავს, ხანგრძლივად იცით ეს რა არის? ანუ ეს ერთი რო შეჭამოს, всё, იქ წავიდა უკვე, всё. ანუ ბაშლაპა ეხალაო რო იტყვიან ეგეთი რაღაცა, ანუ შენელებული მოქმედების ბომბივით არის. და მე ანუ ეს ყველაფერი რაც მომენატრა და ძალიან მაღალი კალორიული იყო და რასაც ვერ ვჭამდი, ეს არ იყო ბევრი რამე, ეს იყო ძირითადად შაურმა და KFC, რომელიც ჭამე ვისი ამოვნე დავტკბი, დავიკმაყოფილა ჩემი მოთხოვნილება და всё, გავანები თავი. ანუ და ჩემს შევპირდი, რომ ვიქნები ასე, ჩემს თავს მოусმენ, ჩემს ორგანიზმს მოусმენ, მინდა ვიმოძრაო, ფიტნეს საათი მინდა გავიკეთო, იმიტომ რომ ვიყო ჯანმრთელი, იმიტომ რომ ჯანმრთელობის აუცილებელია მინიმალური მოძრაობა მაინც. ეს ნამდვილად მინდა და ჩემ თავს შევპირდი, რომ მე არასოდეს აღარ შევჭამ საჭმელს, რომელიც მე არ მიყვარს, შევჭამ მარტო იმას, რაც მიყვარს, რაც ჩემთვის არის გემრიელი, სულ რომ მეკითხებიან ხოლმე. ისა შენთვის ყველაფერი გემრიელი როგორ არის? მე არ ვჭამ მასაც ჩემთვის გემრიელი არ არის და იმიტომ. და აი ძალიან მიყვარს მე ხორცი, აი ნუ არ ვიცი, ვიძახდი ამ პატარა ერთი თითქნა გოგოს როგორ მიყვარს, მეთქი დიდი, აი წონიანი კაცივით ხორცების ეგეთი საჭმელი მიყვარს და რა ვქნა, ძალიან მიყვარს. და აი ამ საჭმელს შევჭამ, რაც მიყვარს ეს ხორცი, შეებოლილი თევზი, წიწიბურაყველით, რა ვიცი, ყავა და ტკბილი, ყველი, ვაიმე, ყველაფერი უნდა მოგიყვეთ. და ასე შემდეგ. წუხელ ნახე ხალხო. საახალწლოდ ხო გავწევრიანდი სოფლის მეურნეობის განვითარების რაღაცა ჯგუფია. სადაც ხალხი თავის პროდუქციას ყიდის. ხოლო ესე იგი დაწერეს, რომ 13.50 გვაქვს დერგის ყველიო. ვინც არ იცის ჩემს ავით დერგის ყველი რა არის? დერგი არის თიხასავით ჭურჭელი. რომელშიც ინახავენ ზაფხულის ყველს. მე ახლა რაც მქონდა ერთი თავი. ზაფხულის ყველი იყო, ძალიან მიყვარს. მარილიანი ხოვა. და აი ვგიშდები ისე მიყვარს. აქ ჩვენთან რომ მოდის ხოლმე ქალი, ვისაც მოაქის ერთის ნაწარმი და იგივე რაღაცა. იმას მოაქვს ხოლმე 17 ლარად. 13.5 ამასმა. ოღონდ ხალხო 6 კილოს ვინც აიღებსო, სახში მოუტანთო. ჩვენთან ერთი თავი 20 კილონახევრიანი ერთ კვირაში იჭმევა. ხო და მეწერე მეთქი რამდენია მეთქი. ამ გემრიელია თქო კიო. რამდენია მეთქი? 6 კილო. რამდენი თავია მეთქი? სადაც ეს 1400-1600 გრამიაო. სადღაც 4 თავი გამოვა. მეთქი ოკეი მინდა. შევკვეთე დერგის ყველი 6 კილო. ეხა თუ ცუდი გამოდგა ხალხო. იმ რამდენიმე სხვაობა ლარისთვის. რამდენი ლარი გამოდის? სხვაობა. 4-იც არა, 3.5. ოღონდ ნახეთ რა როგორ არის, ამას ყოველთვის არ აქვს. ხან აქვს, ხან არ აქვს. და როცა არ აქვს, ეხა წესიერ ყველს ვერ ვყიდულობ. ანუ ეგ ხო ზაფხულის ყველია, კაია. ნუ პროსტა მარილიანია. მე მიყვარს. მარილიანი მიყვარს. მე აი ჭყინტი და უმარილო არც სულგუნი არ მიყვარს, არც ყველი, ანუ უმარილო ყველი მე არ მიყვარს. შესაბამისად საჩემო ყველი, ანუ კაი ყველია, ნაცან მარილიანია, მიყვარს. და ყოველთვისაც არ აქვს. მინდავს მქონდეს. ხო და თან ეს კაი ფასი რომ ნახე შევუკვეთე. ნუ რა ვიცი, პასუხი არ მოუწერია, თქვენ იყო მე რომ მივწერე და თავენ კი მიპასუხა და მე აღარ მოუწერია. მისამართი მივწერე, ყველაფერი მივწერე. სამგორში ვიქნებითო დღეს. ახლა სამგორში 12 საათამდეო. 13-ია უკვე. იქ ვეწავა. იგი რა ატარებს ყველს. ერთი თავის გულისთვის. იქ როგორ ვატარებ. და 6 თავს კიდე იმ სიმძიმეს როგორ ვატარებ. ამიტომ 6 კილოს.
აქ თუ მომიტანენ მაგბასად მაწყობს. ხო და იქ კომენტარებში ხალები წერდნენ რომ ხაჭაპურს ვაკეთებ და ამით და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ ძალიან მარილიანია ხაჭაპურისთვის. და ჩემნაირად ვისაც გაუკვირდათ, იმათ უთხრეს ამათმა ვინც ხაჭაპურს აწყობენ, რომ ღამე უნდა დატოვო იმაშიო თბილ წყალში. და დილას უკვე კაიაო. მე ერთმა დაწერა კიდე თბილ წყალში უნდა ჩაასხაო 3 სუფრის კოვზი 1 ლიტრაზე გონი, თუ სწორად მახსოვს, ისა ძმარი გააჩერო 1 საათი თუ 3 საათი აღარ მახსოვს. მე გადაწურო და მე უბრალოდ თბილ წყალი დაასხა და იმაში გააჩერო 1 საათი და всё. ანუ მარილიც გამოაქო და ისიც არა აქო და ძალიან კაი ყველიაო, იწელებაო, ხაჭაპური გამოდის წეო. მაგის ხაჭაპურს არ ვიცასაც გავაკეთებ თქო. ნახოთ აბა თუ მოიწარენ თუ გამიმართლებს, რა ვიცი, ჯერსაც არც უპასუხია თობა. აუ ის თარო იქ მიდეს. ვერა ვაწყე. იმიტომ ის ვაწყო, მარტო ვაწყობა ხო არ არის. მქავრება უნდა დაალაგო. მთელი ამბავია. მქავრების დაალაგება. ლალი. კარგი მეოჯახე ნინიო, ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძვირფას, არასდროს არ ჩამითვლია ჩემ თავზე. თუმცა ალბათ თუ არ იცით რატო. ანუ კარგი მეოჯახეს მევეძახი ადამიანს, რომელიც აი ჩემ მაყურებელი რვა ნინო მაგალითად და ძალიან ბევრი ხართ, სათავთ არ ჩამოვთვლი, აი ჩვენ სოფია ჩემი. ანუ აი ჩაწეკწიკებული რო აქ აბსოლუტურად ყველაფერი და აი სახლი რო სუნთქავს მისით. მე ეგეთი არ ვარ. ანუ ნახეთ როგორ არის, ადრე მინდოდა რომ ყოფილიყავი. და მე იცი რას მივხვდი? შენ ვერ იქნები ის ვინც არ ხარ. შენ უნდა იყო ის ვინც ხარ. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ის ხარ ვინც ხარ. მე არ ვარ ეგეთი. არ ვარ და მორჩა. მე ვარ ადამიანი ქაოსი. ანუ გულსხმობ წესრიგის კუთხით. ჩემთვის პრიორიტეტი არ არის დალაგებული თარო. ჩემთვის პრიორიტეტია დალაგებული შინაგანი სამყარო და მე ამაში აქამდე იმდენ ძალას ვხარჯავდი, სანამ პრეპარატი დამეხმარებოდა, რომ აღარ მურჩებოდა არანაირი ძალა, თაროც დამელაგებინდა. ეხლა ხვდები, რომ მაქვს მაგის ძალა და სულ ვერც გამიჩნდა ხალხი, რომელიც არ მქონდა. აი ამიტომ თავს მეუჯახეთ არ ვთვლი. აი ამის გამო. ერთგან ეს არ მიყვარდა. თუმცა მეორე მხრივ თუ შევხედოთ რა არის მეოჯახეობა, დაალაგო, გარემო თუ ყველა შენი ოჯახის წევრის სული იცოდე. მე აი ესეთი ვარ, მე ვიცი ყველა ჩემი ოჯახის წევრის სული. მე ვიცი ყველას ვის რა შეიძლება უჭირდეს. მე ვზრუნავ რომ იყოს ჯანსაღი გარემო. მე ვცდილობ რომ მათ ყველას გავუგო. ანუ არავინ არ დავთრგუნო, არ ვიყო ტოქსიური. ჩემი სურვილები სხვების თავზე არ მოვახვიო, მაგრამ ისეც არ იყოს რომ არ იცოდნენ, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ როცა ოჯახი ვართ, უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ, უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის სურვილები და პატივი უნდა ვცეთ. ის კი არა რომ დავთრგუნოთ საკუთარიან ერთმანეთის სურვილები სიყვარულის სახელით, არამედ მან იცოდეს მე ვინ ვარ, მე ვიცოდე ის ვინ არის, თუნდაც შვილმა, თუნდაც ქმარმა, თუნდაც ნებისმიერმა ოჯახის წევრმა და პატივი ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის განსხვავებულობას. მე ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე სულ ვზრუნავ. ბავშვებთან მე ვარ ისეთი დედა, რომელიც სულ სწავლობს. ცხადია, ახლა თორნიკესთან მე ვერ ვიყავი ისეთი დედა, როგორც ევასთან, იმიტომ 18 წლის ვიყავი ხალხო მაშინ. მაგრამ აი რომ მქონდეს რაიმე არქივი გადაღებული, თქვენ ნახავდით, რომ ძალიან ვცდილობდი გოგოს, რომელსაც კვერცხიც არ ქონდა შემწვარი. აი რას არ ვუკეთებდი, კრემს, სუპებს, ასეც, ისეც, აი ყველაფერს ვითვალისწინებდი, რასაც ამბობენ, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის ეს ცუდად მოქმედებს და ბავშვისთვის ეს ცუდი, ყველაფერს ვითვალისწინებდი. უბრალოდ მაშინ იცით რა არ მქონდა? არ მქონდა ჩემი გამოცდილება და ჩემი აზრი, ჩემი კრიტიკული აზრი, რაც გამოცდილებას მოა. ანუ გამოცდილება რომ გაქვს, მე როგორ შენი კრიტიკული აზრი გერთვება და ფიქრობ, რომ აი თუნდაც კერძების კეთებაში ხო თავიდან მიყვები ზუსტად რეცეპტს და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ინგრედიენტი შეიძლება მე არ მიყვარს, ან ჩემი ოჯახის წევრს არ უყვარს, ან შეიძლება არც მოუხდეს ჩვენთვის და მოდი აბა ამით ჩავანაცვლებ და შეიძლება გამოცდილება გაქვს,
ამის უფლებას თავს უკვე აძლევ, ანაცვლებ და შენი ოჯახისთვის ეს გამოდის იდეალური. მაგრამ სანამ შენ თავის იმედი არ გაქვს და დამწყები ხარ, აუდომცხაკ იმასთან. მანამდე შენ აკეთებ ზუსტად რეცეპტის მიხედვით. ასე ვიყავ მე ბავშვების აღზრდაში, ხო? მივყვებოდი აბსოლუტურად ყველაფერს ფსიქოლოგები რაც ამბობდნენ. და ისევ აკეთებდი, რაღაცები მეშლებოდა. მე ასევე რომ ნახე, რომ სკოლაში მაგალითად ბავშვები ისეთი დატვირთულები იყვნენ, რომ ბავშვები აღარ ქონდათ ბავშვებს. ანუ აი უნივერსიტეტში სტუდენტები რო არიან, იმას დატვირთული იყვნენ პირველ კლასელი ბავშვები. და მე გადავწყვიტე, რომ ჩემ შვილებს მე ამას არ გავუკეთებ. იყო ეს რაღაც კუთხით შეცდომა. ოღონდ ნახეთ რატო იმიტომ რადიკალიზმი იყო, ხო? რაღაცა შუალედი უნდა დამეჭირა, რაღაც უნდა გამეთვალისწინო, არ ვიცოდი, ხვდებით? არ ვიცოდი. თუმცა იმდენად კარგები გავზარდეთ, რომ ნიკეტანტი, ანუ ამას კი არ ვიქებ თავს და იმიტომ კი რომ აქ მარტო მე არავერს ვერ ვიზავდი. აქ ნახეთ რა არის, აი თქვენ რომ ნახოთ როგორები არიან კოტის მშობლები. კოტის ძმა, მათი ოჯახი როგორია, აი რო შეხვალ ოჯახში გამოსვლა აღარ მოგინდება. ისეთია ყველა, ისეთი ადამიანობაა იქ. ხო, ანუ იმის თქმა მინდა გენებს ძალიან მნიშვნელობა აქვს, როგორი გენები აქვთ ადამიანებს, ხო? ნუ ეს აქვთ ჩემს შვილებს. და მეორე კიდე ჩემიც და კოტისგანაც ჩვენი მჭიდრო, სწორი და ჯანმრთელი ურთიერთობა უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვებსაც გვაქვს ორივეს რაშიც რომელია საჭირო იმისი ურთიერთობა და რაშიც რომელია ძლიერი, ანუ იმას ვაძლევთ ბავშვებს, რაც გვაქვს. ანუ მე რაც მაქვს იმას, კოტის რაც აქვს იმას, ასევე მე მივხვდი, რომ ბიჭ ბავშვებს ძალიან ჭირდებათ კაცი, მამა, მაგალითი, მამა, კაცი, მაგალითი უდიდესი, რომელზეც ისინი სწავლობენ, იმიტომ რომ ცოტა წამოიზარდნენ და შეიქმნა რაღაცა სიტუაციები სკოლაში, სხვა ბავშვებთან, ბიჭებთან რაღაც, ანუ მე მივხვდი, რომ მე არ ვიცი რა ვქნა, ანუ მე არჩევებიც თავში აზრად მომდიოდა, რომ მე თქვა, მამა მის სხვა რაღაცებს ეუბნებოდა, ვუსმენდი და ფიქრობდი, ხო, მერთო ჩემო, ანუ რო არ იყოს, რო არ ყავდეთ, რა მეშველებო და მე როგორ გავსდიდი. ანუ იმას ვიძახი, რომ დედებს არის რაღაცა, რაც არ შეგვიძლია რომ მივცეთ ბიჭებს, იმიტომ რომ ის უნდა მისცეთ ბიჭებმა. ბიჭები ყოველთვის პოულობენ, ასეთ შეიძლება მამა არ ყავდეს. და შეიძლება ყავდეს ბიძა, შეიძლება ყავდეს მეგობარი, შეიძლება ყავდეს მეზობელი, შეიძლება ნათისავი, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ თქვენ თუ დააკვირდებით, ბიჭები ყოველთვის პოულობენ ხოლმე კაცს, ასე ვთქვათ, ნასწავლნიკს რო ეძახიან რა. იმიტომ ეს საჭიროა. ანუ კაცები ზრდიან, კაცებს, ანუ ვიცი რომ ახლა ბევრი პომიჯრებს მესვრის ამის გამო, მაგრამ მე ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ანუ კაცის აღზრდისთვის აუცილებელია კაცი. იმას არ ვიძახი რომ ქალის როლი უდიდესია. იმისთვის რომ არ დაიღუპოს, იმისთვის რომ გადონასწორდეს, იმისთვის რომ სიყვარული იცოდეს, იმისთვის რომ ქალთან ერთად ძალიან ბევრი რაღაცისთვის. ანუ ეს სხვა არის, ქალური ნაწილი აუცილებლად უნდა ქონდეს დედისგან კაცს. ნუ მაგაზე არავინ არ საუბრობს, მაგრამ აუცილებელი ასევე კაციც. კი, არიან ძალიან გამონაკლისი ბიჭები, ძალიან გამონაკლისი. ვინც არის თვითონ იმდენად დიდი და ძლიერი შინაგანი სამყარო და იმდენი მამაკაცურობა აქვს, რომ შეიძლება დედის და ბების გაზრდილია მარტო, მაგრამ იმენაო უმაგრესი კაცია. მაგრამ ვისაც ეს შინაგანი თვითონ ასე ბუნებით აბერტყებული არ აქვს და არც ვერავისგან ვერ ისწავლა, ანუ სხვანაირები არიან ხოლმე. ვერ არიან ხოლმე ისეთები, როგორც იქნებოდნენ, რომ ყოველდღე ვიღაც. და მე აქ არ ვიძახი სიმკაცრეს, მე აქ არ ვიძახი, ну, ვიძახი უბრალოდ კაცი კაცს ზრდის და ეს არის ცხოვრების სიმართლე, როგორც არ უნდა ჩვენ არ გვინდოდეს, ან გვინდოდეს, ხო? და ანუ მე რაშიც ვიფიქრე, რომ ჩემ შვილს არ დავაკარგვინე, რაც ვიფიქრე, რომ მე ამაში ახლა ნული ვარ და მოდი საერთოდ არ გავაკეთებ და ჯამში ის მივიღე, რომ ჩემი შვილები არიან ძალიან გაცნობიერებული, ძალიან კარგი, ანუ შეგნებული ადამიანები, რომლებთანაც აზრი აქვს საუბარს, რომელთაც ესმით, რომელთაც შეუძლიათ, რომ რაღაც მაგალითად დააკლდათ, მე ისწავლო, მოგვიანებით, ხო? და მე თვითონაც პროცესში ვსწავლობ, ანუ ჩემი მშობლებისგან მე ვსწავლობ. ეხლა ევა გოგოა, ევა ჩემთან არის მოკრული, ანუ
ევისთვის მე ვარ ის ნასწავლნიცა, ასე ვთქვათ, მასწავლებელი სენსეი, რაც მაგალითად ბიჭებისთვის არის მამა, ხო? ევისთვის მე ვარ ეს. მე უნდა ვასწავლო ის ძალიან ბევრი რამ, რაც მე არ მასწავლეს და მე აი 30 წლის ამისწავლე, ხო? და ამან ცხოვრებაში ძალიან უკან დამწია. შესაბამისად მე უნდა ვასწავლო ეს ევას, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. და ანუ მე ვცდილობ რომ ბავშვები არ გავტეხო, მე ვცდილობ რომ აი მე ესეთი ვარ და ესეთი ახალგაზრდის სისტემა მაქვს კი არა და მე შევხედავ ის თორნიკეს უცხანაირი, ანდრიეს უცხანაირი, ევას უცხანაირი და ისე მივუდგე როგორც როგორი არის ბავშვი, ხო? არა რაღაც ერთი შაბლონით, არამედ იმის მიხედვით როგორი არიან. ანუ აი ასეთი ასე ვცდილობ მე დედობას, ურთიერთობასაც, ანუ აი ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა, ხო? მე ვთვლი ეგეთ რაღაცას, რომ ეს უნდა იდგეს სიყვარულზე და ნდობაზე. თუ სიყვარული და ნდობა არ არის, მე ეგეთი ანუ რავი, ვერ წარმომიდგენია, რომ მაგალითად არ გაგუშვა სადმე ან არ გამიშვა სადმე, იმიტომ რომ მე შინია რომ მიყავატოს ანუ თუ ადამიანი ჩემთან იმის გამოა რომ მე ვიჭერ, მაშინ რა თმინდა? ანუ თუ მე შინია რომ ყველგან მოვადუნებ და ის სხვასთან წავა, ანუ წავიდეს, რატო უნდა იყოს ეგეთი ადამიანი ჩემთან? ან მე რატო უნდა ვიყო? თუ კი ეგეთი ვარ ადამიანი, ანუ ხო ცოდოა მეორე ადამიანი, რომ ანუ შენ თვითონვე ხარ ცოდო, თუ ეგეთ ადამიანს იჭერო შენთან იყო, ანუ ის უნდა იყოს. და რაც შენია კიდე ის არაფრით არ იკარგება, ის არაფრით, აი ის რომ აიღო და ესე სამყაროში ის რო როგორც პაულო კოელიომ თქვა, რაც შენია ის უკან ბრუნდება. ის ყოველთვის შენთან ბრუნდება. შესაბამისად ანუ მე არ ვარ ეს ტოქსიური ცოლი, ასევე არ ვარ ქალი, რომელიც აი კაცებს რო აი ყველაფერს რო აკარგინებენ ხოლმე რა, აი ყველაფერს აბსოლუტურად და სულს რო ამოხდიან ხოლმე, ეგეთი არ ვარ. და რავი, აი ყველასთან ვცდილობ, აი თუნდაც ასთან სულ ვცდილობდი ყველანაირად ასეც, ისეც, აი ყველანაირად, რავი, ალბათ სხვა ადამიანს რომ დამხვედო და მოვიდა და დახვდა ქვაო. სხვანაირი ადამიანი რომ დამხვედო და იმდენ რამეს ისწავლი და იმდენ რამეს შეცვლი და იმდენ რამეს იმასა და მაგრამ რო ვნახე რომ ადამიანს არ უნდა, ეგეც ძალიან დიდი რაღაცა, როცა ხედავ რომ ადამიანს არ უნდა შეეშვა. ხო? იმიტომ რომ სადღაც შემთავრდები უკვე და ის იწყება, სადაც ის იწყება, იქ მისი ნებაა და მორჩა. თუნდაც ეს მაზე ცუდად აისახოს, როცა ადამიანის დასრულია და ეს იცის და ეს მის ხო შენი უნდა დაასტოპო, როგორც არ უნდა გინდოს მისი ბჭყალებში გადარჩენა. შესაბამისად თუ ამას ვიტყვით კარგ მეოჯახეობაზე, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ადამიანის შინაგან მდგომარეობას, იმას რომ მის სულს გაუფრთხილ და მის არსს, მის ხასიათს. აი ამას თუ ვიტყვით მეოჯახეობას, მაშინ ძალიან კარგი ვარ, მაგრამ თუ დალაგებას და აი სახლის გარემოს ვიტყვი, მაშინ რა ვიცი. და მე აი მეორეს ვეძახდი და ამიტომ ავთვლი თავს კარგ მეოჯახეს, მაგრამ რა არის მეოჯახება ის პირველი თუ მეორე? თუ ორივე ერთად. ორივე ერთად არ ვიცი. იდეალია და ეგ იდეალი არსებობს ამ ქვეყანაში. თამუნა მე მაქვს ეს თარო ძალიან კარგია, თუმცა მთელი ოჯახის ქურთუკებს ვერ უძლებს ნინ. ხო, ცხადია. ესეთი მსუბუქია რომ ამოვიტანე მივხვდი უკვე, მაგრამ ეგაც მინდა. აქ მაგ დასალაგებელი საშინლად. მაგ 1,700,000 ქურთუკი, რომელსაც ბავშვები არ ხმარობენ. ეგ უნდა ყველა გადავალგო და გავასხვის, იმიტომ რომ კარგები ახლებია. და დარჩება ისინი, რასაც ყოველდღე ვიყენებთ. მე გადანაწილდება, აქეთაც არის საკიდი იქაც და ეგ ისინი იქნება ამ ბავშვების ჩემი და აი ესეთი რა იმ წუთას რო ჩამოხსენ, აი ვიღებ, ანუ ვინც ხშირად ხმარობს. აი ვარათკვირი ხარ საყვარელო. ანა, მე რამდენი ხანია მინდა დაკომენტარება, მაგრამ ისეთი რთული პერიოდი მაქვს ჩემს თავთან, ამით არის ხმევა არ მქონდა, აზრების თავი მომეყარა, ხო? მის ძალიან კარგად ძალიან მიხარია რომ ვიგებ რომ კარგად ხარ და ახალ გასაღებს ეძებ უკეთყოფნისის ყველაფერი იწყება ჩვენი ჩაშენ წავიკითხე. ერთი ამოსუნთქვი წასაკითხე, მეორე ნაწილი ასე არ მომეწონა. როგორც პირველი ეკრანიზაციაზე რაც შეეხება, არ ვიცი, ჩემთვის ბევრი მნიშვნელოვანი და საკონცო მომენტი და ემოცია ვერ მივიღებ. დაგითხოვდი რომ არ მქონდა უფრო მომეწონებოდა ალბათ. შენს საკუთარ თავსაც უსურვებ კარგად ყოფნას, საერთოდ ფილმებზე და წიგნებზე ეგრეა. მე რა წიგნი წამიგითხავს, ფილმი რაც ერთი არ მომწონები. ნუ ძალიან იშვიათობა, ძალიან უმაგრესი ფილმების გარდა ფილმს ყოველთვის აღსაკალია ხოლმე წიგნთან შედარებით. არ ვიცი, რატომ ხარჯვებაზე ცუდად დეპრესიის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზი. ანუ ნახე, ყველაზე მთავარი რა არის? ყველაზე მთავარი როცა ცუდად ვართ არის რომ ვიცოდეთ რატო ვარ ცუდად.
ანუ იმ მომენტში არც იცოდი, მაგრამ ყოველ დღე, ყოველ თვის კითხე შენ თავს, რატომ ხარ ცუდად მე ძალიან დიდი ხანი ვაწარმოებდი ემოციების ღიურს. თქვენით ეს ჯერ კიდევ მოსკოვის გამზირზე ვცხოვრობდი. მაგ კიდეც დილის ერთ-ერთი ვლოგი, როცა ამაზე საუბრობდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. და ეხლა ამ ბოლო პერიოდში საერთოდ აღარ მჭირდება. ანუ ისეთი დიალოგი მაქვს ხა უკვე ჩემს თავთან, რომ წერა საერთოდ აღარ მჭირდება. ანუ ისედაც ვახერხებ უკვე. ისეთ ლეველზე ვარ უკვე გადასული, რომ ისედაც ვახერხებ და თავიდან აუცილებლად მჭირდებოდა ეს. და თუ მაგალითად არ მოდის შენი ფიქრები ისე შენ თავთან დიალოგით, მაშინ დაწერე ის როგორ გძნობ თავს. ანუ აი ყველაფერი დაწერე როგორ გძნობ თავს და მე მოვა პასუხი რატომ ხარ ასე. და როცა გაიგებ რატომ ხარ ასე, მე უკვე შეგიძლება რომ რაღაცა ზომბი მიიღო. თუნდაც ელემენტარული აი ის რომ ჩემს შემთხვევაში მაგალითად ხო აი სულ მიკვირდა ეს რომ აი რატომ მე რატომ არ მაქვს ენერგია რომ მაგალითად ისეთი რაღაცები გავაკეთო, რასაც ჩვეულებრივად ადამიანები უპრობლემოდ აკეთებენ. რატომ არის მე სულ ამბობდი რომ მე რომ იმდეს ვჭამდე, რომ ჩემს ხევს შემეძლოს რომ ვუსმინო, ანუ მე ნახე როგორ არის მე ვიცი ზუსტად, როდის ვშია და როდის ანუ მე რომ ვჭამ, მე ვიცი შიმშილს გამოვჭამ თუ იმის გამო რომ გადავრჩე. და ანუ მე რომ მხოლოდ შიმშილს გამოვჭამდი, მეთქი ძალიან გამხდარი ვიქნებოდი. აი როგორც ბავშვობაში ვიყავი, სახში მეუბნებოდნენ კონცენტრაციის ბანაკიდან გამოსულს გავხარ, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსულს გავხარ. ხო, ანუ აი ეგეთი გამხდარი ვიყავი, იმიტომ რომ მაშინ ვჭამდი მარტო ფიზიკურ შიმშილის გამო. მაგრამ როგორც ვისწავლეო ჩემი თავისთვის მე შველა საჭმლით, სულ ჩემ თავს შველოდი საჭმლით. ანუ აი ვფიქრობდი რატო რა იწვევს ამას, რომ აი ასე ვარ, რომ ჭირდება რაღაცა, ხო? აი იმასაც ბევრჯერ ვამბობდი თუ გახსოვთ, რომ როგორც ანტიდეპრესანტ საჭმელს ესე ვიყენებ და ანუ აი სულ მქონდა ჩემ თავთან კითხვა, რომ აი რატო და წარმოგიდგენთ რამდენი წელი დამჭირდა, რომ მივსულიყავი პასუხამდე და რა თქმა უნდა სპეციალისტიც, ხო? ანუ თუ შენ ვერ ერევი, ასე ვთქვათ, აუცილებელია რომ მიხვიდე სპეციალისტთან. ანუ არ არის არც სამარცხვინო, არც დასაძრახი არაფერი. ნუ ერთადერთი ის არის, რომ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ იმხელა რაღაცას გაძლევს შენი კარგად ყოფნა, რომ აი რა ვიცი, მართლა ადამიანის საჭმელს არ შეჭამ, ყველაფერს მოიკლებ და მაგას არ მოიკლებ. ასე რომ შემოსაყვარებლო, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ შენ თავს მოусმინე და ის აუცილებლად გეტყვის პასუხს. აუცილებლად. მიყვარხართ ყველანი. დილა მშვიდობისა, კარგ დღეს გისურვებთ. ეხლა ცოტა ხანი წიგნს წავიკითხავ და ჯერ ვიდეოს გავაკეთებ, მე ცოტა ხანი წიგნს წავიკითხავ და მე ალბათ წავალ და ფიტნესსაც ვიყიდი. თქვენ შემთხვევით წამოხვალთ, რა თქმა უნდა. ნამდვილად მინდა. დავადგინო, ნამდვილად მინდა.